ჰიპოკრატეს ფიცი. ფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიენასა და პანაცეას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთსა, მოწმეება თუ რაცხრა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად, აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება. ვინ შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი. გაუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში. მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო და ეს ხელოვნება, თუ კი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე. რჩევადარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა, ვამცნო ჩემს ძედ ჩემი მასწავლებლისა და მოწაფეებსაც, რომელნიც შეკრულნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისა და კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას. ჩემი ძალღონისა და მიხედულობის შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დაუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარ ვნების მიყენებას და უსამართლობას. არ მივცე არც ერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა. ასევე არ მივცე არც ერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი. სპეტაკად და უმციკლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება, რომელ სახლშიც შევიდე, მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა წინა განზრახვა, უმართებულობა და ავისურვილი. მით უმეტეს ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ და რუშობის ნდომა კაცთა მიმართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ. ოდეს მკურნალობის ჟამს ან თუ სხვა დროს ყური მოვკრა ან დავიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არავის გავუმხილო იგი. და მე განუხრელად შემსრულებლისა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემსახელოვნებაშიც და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიციან და ცრუ აღთქმა დავდო, პირ უკუ მომეგოს მე. მშვიდობისა მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რა თქმა უნდა, გრძელდება ჩვენი დილის გადაცემა ვიტამინი და შესაბამისად, როგორც დაგვირდით, ჩვენი სტუმრები უკვე ჩვენთან არიან. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ონკოჰემატოლოგიური კლინიკის ნეომედის ექიმი, ტრანსფუზიოლოგი, ჰემატოლოგი ქალბატონი ირინა მაჭარაშვილი და ამავე კლინიკის ჩვენთვის უკვე ძალიან კარგად ნაცნობი და ფაქტობრივად მასპინძელი უკვე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ტრაპაიძე. ნათია, დილამშვიდობისა პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მართლა ფაქტობრივად ესე გამოდის, თქვენც უკვე მასპინძლები ხართ, რადგან მე როგორც ვიცი, ორი გადაცემა უკვე ასე ვთქვათ გავიდა ჩვენს ეთერში პირველ სამედიცინო რადიოში, ორი კიდევ გველოდება. ონკოთაიმის სახით, დიახ. ორი კიდევ გველოდება და აგერ ჩვენთან ხართ კიდე და მოკლედ კიდევ ერთხელ იქნებიან ჩვენთან და კიდევ ერთხელ მოდი კლინიკა ნეომედის შესახებ გავახსენოთ ჩვენს მენელებს ყველაფერი და შემდეგ უკვე ქალბატონ ირინასთან გადავინაცვლებთ თემას, რომელსაც პლაზმა ფერეზი ქვია და ალბათ ძალიან ბევრი მსმენელისთვის ეს ცოტა უცხო სიტყვაა და შესაბამისად ალბათ მოხდება მისი ამ თემის ზოგადად უფრო მეტად გაშუქება და შესაბამისად რა თქმა უნდა მისი გავრცობა. ნათია, გისმენთ ნეომედის შესახებ გითხარით. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ ჩვენი მოწვევისთვის. წარმატებულ დღეს, წარმატებულ ეთერს გისურვებთ. მადლობთ. რაც შეეხება კლინიკა ნეომედს, ჩვენი კლინიკა, კლინიკა ნეომედი უკვე 3 წელია, რაც საქართველოს მოსახლეობას ემსახურება. ეს არის ონკოლოგიური, ჰემატოლოგიური კლინიკა. სადაც გამოიყენება უახლესი სამკურნალო და დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები. ყოველი პაციენტისთვის შემუშავებული გვაქვს მკურნალობის ინდივიდუალური სტრატეგია, რაც საშუალებას გვაძლევს იქნეს მიღწეული დადებითი შედეგი მკურნალობის პროცესში. კლინიკის თითოეული ექიმი ინდივიდუალურად მუშაობს ყველა პაციენტთან, არ არის შეზღუდული ვიზიტის დრო და ხანძლივობა.
მინდა ვთქვა, რომ კლინიკა ნეომედს თავისი სამწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, თქვა თუ ჩვენი ადგილი ქართულ სამედიცინო ბაზარზე გვაქვს დამკვიდრებული, არის მყარი, რაშიც გვეხმარება ასევე ჩვენი დამფუძნებელი ფარმაცევტული კომპანია მერმისი, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო. კი, და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო, იმიტომ რომ ისინი ძალიან დაბალ ფასში, ძალიან შეიძლება ითქვას უანგაროთაც კი გვაწევდებენ პრეპარატებს, რომლებიც არის კორეული წარმოების და მინდა ვთქვა, რომ ისინი ძალიან კარგი ხარისხის არის, რაც ჩვენი მკურნალობის პროცესზე აისახება და ჩვენი პაციენტების მდგომარეობაზე. რაც შეეხება თვითონ მერმის, იგი უკვე 20 წელია დაკავებულია ქართულ ბაზარზე ონკოლოგიური პრეპარატების შემოტანით. და მოიცავს მთელ საქართველოს, ანუ ჩვენ გვაქვს ფილიალები, მერმის აქვს ფილიალები ბათუმში, ზუგდიდში, თბილისში თავისთავად, ანუ დასავლეთ საქართველოშიც. რაც შეეხება თვითონ კლინიკას. კლინიკა განთავსებულია დიღომის 7A-ში, ჩვენი მისამართია. ჩვენი ტელეფონი, ანუ კლინიკა ნეომედის ტელეფონის ნომერია 2 59 69 25 577 960. კლინიკა ესეთი პატარა ზომის არის, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას არის. გვაქვს მოწესრიგებული პარკინგის პრობლემა, რომელიც დღეს მთელ ქალაქში ძალიან პრობლემურია და ჩვენი პარკინგი არის 1000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული, შემიძლია ვთქვა, უფასოა და ანუ არანაირი პრობლემა არ ექნება ჩვენს პაციენტებს, რომლებიც მოდიან მანქანით. გარდა ამისა, მოწესრიგებული თვითონ რიგის სისტემა, რომელიც გვაქვს კლინიკაში, ძალიან მცირე დროში აძლევს საშუალებას პაციენტს, როგორც კი მოვა, მან ძალიან მალევე ყველანაირი ბიუროკრატიული ნაბიჯების გარეშე მივიდეს ექიმთან, მიიღოს ფორმაცი, თუ ეს დიახ, გაიხსნას ისტორია და შევიდეს ლაბორატორიული კვლევები კი ჩაიტაროს, თუ საჭიროა უკვე ქიმიოთერაპიული პროცედურა დაიგეგმოს და ჩაუტარდეს, ან თუ ვთქვათ ეს ამ პაციენტი არის სტაციონარული, იგი დაწვა სტაციონარში. სრული მომსახურება. კი, მინდა ვთქვა, რომ აი ეს არ არის, იმიტომ რომ ვთქვათ, მე ამ კომპანიის კლინიკის წარმომადგენელი ვარ, კლინიკა ნეომედის, არა, ეს ნამდვილად იქ მოსულ ყველა პაციენტს მინდა ვთქვა, რომ ეს სერვისი ნამდვილად ხდება. ეს არის ის სერვისი, რომელიც პირველ რიგში გჭირდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან უმძიმესები, თავისი ფიზიკური მდგომარეობით, ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ნამდვილად არც ესაჭიროებათ, ეხლა ზედმეტი კიდე იცი რა არის, ეხლა შენ რიგში დადექი და არა, მოდი ეხლა შენ ამის მერე ხარ და ეხლა ამისი დრო არ არის. არა, მათ უნდა მიიღონ პირველ რიგში ეს ფურცელომანია მინიმალურად და შემდეგ უკვე ის, რასაც შეეხება ჩვენ სამედიცინო სამსახურს, ანუ მომსახურებას, ესეც მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ძალიან კარგ დონეზე გვაქვს, რაც ასევე ჩვენი პაციენტების მდგომარეობაზე აისახება. რაც შეეხება თვითონ ჩვენს სერვისებს, გვაქვს დღის და ღამის სტაციონარი. დღის სტაციონარი მოიცავს დღის ქიმიოთერაპიულ პროცედურებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს თვითონ კლინიკა, მაგრამ თუ 6 საათს ადამიანი ვერ მორჩება იქ ალბათ დამეთამება რომ რომელსაც გადიხართ ხოლმე ქალბატონერია კლინიკიდან ყველაზე კარგი ვარიანტი 10:30-ზე თუ პაციენტი ვერ მორჩება რა თქმა უნდა მას არავინ კარს არ მიუხურავს პირიქით ბოლომდე ჩვენი ექიმები რომლებსაც ასევე 6 საათამდე აქვთ მხოლოდ ვალდებულება რომ დარჩნენ 10 საათზე 11-ზე და 12-ზე შეიძლება გამოვიდნენ კლინიკიდან ანუ ისევ ამბობს რომ არ არის კლინიკა ნეომედში შეზღუდული დრო ვიზიტის დრო რაც შეეხება ეს დღის სტაციონარს ანუ დღის სტაციონარი აღჭურვილია სპეციალური ქიმიოთერაპიული სავარძლებით რომელიც თავის მხრივ აღჭურვილია ყველა საჭირო ატრიბუტით ასე ვთქვათ ჟანგბადის-წყარო ინფუზომატები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაც შეეხება დღის სტაციონარის გარდა გვაქვს კიდე ღამის სტაციონარი რომელიც ეხლა ამ ეტაპზე არის 6 საწოლზე ეს არის ბოქსირებული და ორადგილიანი პალატები ეს ბოქსირებული პალატები აუცილებელია აპლაზიური პაციენტების, რომელიც ქიმიოთერაპიის შედეგად, ასე ვთქვათ, ძვლის ტვინის ფუნქცია ეთრგუნებათ და ისინი ყველა ინფექციის მიმართ არის ძალიან მაღალი მიმღებლობით, დიახ, მიმღებლობით გამოჩნდა. ამათთვის აუცილებლად გვაქვს ესეთი ბოქსირებული პალატები, სადაც მხოლოდ ინდივიდუალურად არიან განთავსებულები. და გადიან მკურნალობის კურსს. რაც შეეხება კიდევ კლინიკა ნეომედში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გოგო უნდა აღვნიშნო, აპლაზიური პაციენტი, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია მათი მომსახურება, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც
უფინანსებს ყველა თეთრს პაციენტს. პაციენტი უნდა მოვიდეს, მხოლოდ ძვირადღირებული ანტიბიოტიკები, ქალბატონი ირინა სისხლის კომპონენტები დამეთანხმება, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უფასოდ მართავენ ჩვენი პაციენტებს ჩვენი ექიმები და შესაბამისად ეს მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ამხელა დანახარჯის გარშე აპლაზიურ პაციენტმა იმკურნალოს. ეს რაც შეეხება ღამის სტაციონარს, რომელიც არის 24 საათიანი კლინიკა ნეომედში, აბსოლუტურად მაღალი ხარისხის სერვისს მიიღებს. თვითონ რა სერვისი შეგვიძლია შევთავაზოთ ახლა კლინიკა ნეომედში მოსულ პაციენტს. პაციენტებთან კონსულტაცია ონკოლოგია, ჰემატოლოგიასა და კარდიოლოგიაში, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპიის კურსის დაგეგმარება, ჩატარება. ჰემატოლოგიური პროფილის პაციენტების გამოკვლევა, ქიმიო და არაქიმიოთერაპიული მკურნალობა. დღის და ღამის სტაციონარზე უკვე მოგახსენეთ სალსახად. უახლესი კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ექსპრეს ლაბორატორია, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან მცირე დროში, იმიტომ რომ თვითონ სპეციფიკაა ისეთი, რომ პაციენტს ვერ დავაყოვნეთ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვაძლევთ ძალიან ისეთ კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია იძლევა ექსპრეს პასუხებს, ასე ვთქვათ, ფუნქციური დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს ეხოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია და ეხოკარდიოგრაფია. გარდა ამისა, თუ საჭიროება, ანუ ჩვენთან არიან, ჩვენ გვყავს ქიმიოთერაპევტები, ჰემატოლოგი, რეანიმატოლოგი, კარდიოლოგი, მაგრამ თუ საჭიროა და როგორც წესი გვაქვს საჭიროება, ამ შემთხვევაში ვიწვევთ მოწვეული სპეციალისტების კონსულტაციები ხდება ჩვენთან. ასევე, როდესაც არის მოთხოვნა, ჩვენ გვაქვს კონტაქტები ისრაელთან და შესაბამისად ესეთ პაციენტების როგორც გაგზავნა ხდება, ასევე მათთან ტელეხიდების ჩატარება თუ არის ესეთი მოთხოვნა, დიახ, მედიცინაში კონსილიუმი ჯერჯერობით არავის უარყვია და მისი ძალა და თავის დავაცხადია, ამას თქვენც მისდევთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ რაზეც ქალბატონი ირინა ისაუბროს, ეს არის მემბრანული და ფრაქციული პლაზმაფერეზი, რომელიც დაახლოებით 2-ზე მეტი დაავადების კომპლექსური მკურნალობისთვის გამოიყენება, რომელთა ეტიოლოგია და პათოგენეზში მიმდინარეობს ეგზოგენური და ენდოგენური ინტოქსიკაცია და მეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვება და რომელზეც ქალბატონი ირინა უფრო ჩემზე კომპეტენტურად ნამდვილად რა შეეხება თუმცა ცოტა ხნით ასე ვთქვათ რეკლამას მოვსმინოთ და შემდეგ უბრალოდ ამ დავამატებდი რეკლამის წინ ერთ რამეს ჩვენი მსმენელების გასაგონად და საყურადღებოდ რომ ონკოთაიმი ჩვენს ეთერში გადის ყოველ ხუთშაბათს საღამოს 6 საათზე საინფორმაციო გამოშვების შემდგომ და თუ დილის გადაცემა ვიტამინი მოკლებულია ასე ვთქვათ იმ კომფორტს მსმენელებისთვის რომ ზარი შემოვიდეს სტუდიაში იგივე ამ ონკოთაიმის პროცესში დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ დარეკოთ 242 100 და 3 კიდევ ერთხელ გავიმეორებ 242 100 და 3 და უფრო სრულყოფილად მიიღოთ პასუხი. ახლა კი ხუთშაბათს სარეკლამო ჭრა და უკვე საინტერესო თემით ვრუნდებით სტუდიაში. დილის გადაცემა ვიტამინის სტუმრის ბლოკს წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. მაშასე მეგობრებო, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ჩვენს პროგრამას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ონკოჰემატოლოგიური კლინიკის ნეომედის ექიმი, ტრანსფუზოლოგი, ჰემატოლოგი ქალბატონი ირინა მაჭარაშვილი და ამავე კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ტრაპაიძე არიან ჩვენთან ახლა სტუმრად და ქალბატონი ირინა, რა თქმა უნდა, ახლა უკვე თქვენთან გადმოვალთ კითხვით და ჩვენ პლაზმაფერეზის შესახებ უნდა ვისაუბროთ და მოდით ზოგადად რა არის საერთოდ ეს პლაზმა ფერეზი. დილამშვიდობისად პირველ რიგში მადლობთ მოწვევისთვის. ორი სიტყვით მიმოხილვა გავაკეთოთ იმაზე თუ რა მეთოდია პლაზმოფერეზი და რა მეთოდებს შეიცავს და თითოეულს შევეხოთ ორი სიტყვით გავშალოთ თემა. პლაზმოფერეზი ეს არის დეზინტოქსიკაციური თერაპიის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც მოიცავს ორგანიზმიდან ტოქსიური ელემენტების პლაზმის გამოდევნას. ამ პლაზმასთან ერთად ორგანიზმიდან გამოირეცხება ტოქსიური ელემენტები და აუტოანტისხეულები. პლაზმოფერეზი არის დეზინტოქსიკაციური თერაპიის, როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი მეთოდი. ამ მეთოდებს მიეკუთვნება აგრეთვე ლეიკოციტოფერეზი, ჰემოსორბცია, ჰემოდიალიზი
ჰემოდიალიზი. მოგეხსენებათ, საქართველოში ჰემოსორბცია არ კეთდება. ჰემოდიალიზი მოსახლეობისთვის გასაგებია თუ ეს რა მეთოდია და ლეიკოციტოფერეზი, რომელიც ესეც შესაძლებელია ჩვენთან გაკეთდეს პლაზმოფერესთან ერთად. ანუ ლეიკოციტოფერეზ ორი სიტყვით მოგახსენებთ, პლაზმასთან ერთად გამოირეცხება ლეიკოციტები და შემდგომ მათი დაბრუნება გვაძლევს ორგანიზმის იმუნური სისტემის სტატუსის ამაღლებას. ესეც არის ერთ-ერთი ძალიან აპრობირებული მეთოდი კომპლექსში ქიმიოთერაპიის მკურნალობასთან ერთად. ანუ მიზანი არის ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერება. გაძლიერება, რა თქმა უნდა. რახან ჩვენ ონკოჰემატოლოგიური კლინიკა თვითვლებით, ორი სიტყვით გეტყვით, მოგახსენებთ თუ პლაზმოფერეზი რამდენად აქტუალურია პირველ რიგში ონკოლოგიურ პრაქტიკაში და რა დროს გამოიყენება ონკოლოგიაში. ონკოლოგიაში პირველ რიგში დღეს უკვე გაიდლაინებით მიღებულია ევროპაში, რუსეთში და ასე შემდეგ, არ დაიწყება ონკოლოგიური მწვავედ მიმდინარე დაავადება. როდესაც ლაპარაკია აგრესიაზე, როდესაც აუტოაგრესია, როდესაც არის ჭარბი მომატებული ონკოლოგიური, ანუ გამწვავებაა პროცესის. საჭიროა დეზინტოქსიკაციური თერაპია მოიხსნას გამწვავების ფონი და შემდგომ დავიწყოთ უკვე მკურნალობა. ლაპარაკია ქიმიოთერაპიაზე. ლაპარაკია მწვავე ლეიკოზურ ფონზე. როდესაც პროლიფერაციაა დაავადების, როდესაც გადმოსულია დიდი რაოდენობით ლეიკოზური უჯრედები, ყველაზე ძალიან კარგი შედეგი არის მოიხსნას ეს აუტოანტის სხეულები და ორგანიზმის ათვისების უნარი აქვს ძალიან ხმაგი და მაღალი ეფექტით, ეს ერთი. მაგის შემდგომ უკვე შუა პერიოდში, ქიმიოთერაპიის შუა პერიოდში, ეს არის ძალიან მიღებული სქემა. 3 კურსი გაკეთდა ქიმიოთერაპიის, აუცილებელია ჯერ მარტო მხოლოდ რეზისტენტობის მოხსნის მიზნით. გააკეთო დეზინტოქსიკაციური თერაპია ჩაატარო და შემდგომ გააგრძელო შემდგომი დაგეგმილი ექიმა გააგრძელოს დაგეგმილი ქიმიოთერაპია. ირინა, ერთი წუთით იცით რა არის, რა მინდა იცი რომ აი შენ კონკრეტულად ისაუბრე კლინიკა ნეომედში ესეთი ტიპი ჩვენ მუშაობთ და რაც თავარია ეს დაფინანსებაც შეგვიძლია რომ მოვიპოვოთ, ანუ ფორმაში როდესაც იწერება საყოველთაო პროგრამის ფარგლებში ეს ფინანსდება ჩვენ ატვირთული გვაქვს ეს პორტალზე. კი ბატონო, მე უბრალოდ მოგახსენ მოსახლეობისთვის მინდა ფართოფენებისთვის გასაგები იყოს თუ თვითონ მეთოდის რაობა მეთოდის რა არის და შემდგომ მოგახსენებთ ტექნიკურად როგორ კეთდება ეს და ბიუჯეტურად როგორ შეიძლება მე ამის ორგანიზება. ღირებულება რა არის. მოგახსენეთ ეს რა დროს კეთდება, აგრეთვე სხივური თერაპიის შუალედებშიც კეთდება, როდესაც არის კომპლექსში პაციენტი მკურნალობს სხიური მეთოდები და კომპლექსში ქიმიოთერაპია. ეს არის ძალიან აპრობირებული და ძალიან წარმატებული მეთოდი. ჩვენ როდესაც ონკოლოგიურ კლინიკაში მოღვაწეობდით ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში, საკმაოდ დიდი დატვირთვა ჰქონდა, დიდი გამოცდილება, დიდი ამაზე ჩვენ არაერთი სტატიაც დაგვიწერია, კომპლექსური მკურნალობა, გართულება, სხიური თერაპიის გართულება, როდესაც იყო პაციენტებში და ამას ჩვენ როცა კომპლექსში ჩავერთვებოდით, შედეგი ჰქონდა არაჩვეულებრივი. ანუ წინსწრებით მიდის პლაზმოფერეზი და ამის შემდგომ ხდება სხივური თერაპია თუ ქიმიოთერაპიის ჩართვა და შესაბამისად შედეგობრივად ის უფრო უკეთესია. დასკვნა შეგვიძლია ასეთი გავაკეთოთ. და შუა პერიოდში, როდესაც გვაქვს ტემპერატურული რეაქცია და სხვადასხვა ჩვენებები, ანუ გართულებები უკვე სხიური თერაპიის, ქიმიოთერაპიის, ამისთვის არაჩვეულებრივი მეთოდია, რომ მოიხსნას ტოქსიური ფონი და გაგრძელდეს ძირითადი მკურნალობა. აი აბსოლუტურად იქვე კითხვა შეიძლება დაისვას თავისთავად ცხადია თუ რა არის უკუჩვენება. ძალიან კარგი რომ ეს მეთოდი არსებობს, მაგრამ ალბათ აქვს უკუჩვენებაც, როცა აი თქვათ ეს მეთოდი ვერ გამოიყენება. მოგახსენებთ, უკუჩვენება ძირითადად არის გიპოპროტეინემი, ანუ დაბალი ცილის ფრაქციები, ეს ერთი და მეორე არის დაბალი წნევა, ანუ დაბალი წნევის მაჩვენებლები. გიპოტონია. ამის კორეგირებაც ჩვენ შეგვიძლია, ექიმი იმისთვის არსებობს, რომ გაითვალისწინოს ინდივიდუალური მიდგომა პაციენტის. ჩვენ უპრობლემოდ შეგვიძლია ცილების კორეგირებაც, როცა პაციენტს ამის გაკეთება აუცილებელია და რა თქმა უნდა, ჰემოდინამიკური მაჩვენებლების მართვაც. როდესაც არის ამის ჩვენება, ჩვენთვის მაგის პრობლემა არ არსებობს.
შემდგომი რაც შეეხება თვითონ აპარატს და ტექნიკურ მხარეს. როგორ კეთდება? ჩვენ კლინიკაში არსებობს რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია მემბრანული პლაზმოფერეზი, რომელიც კომფორტულია, პორტატულია და პაციენტისთვის და ექიმისთვისაც მართვადია. ეს არის მემბრანული პლაზმოფერეზი და არის ფრაქციული პლაზმოფერეზი. ფრაქციული ორი სიტყვით გეტყვით, რომ მოსახლეობისთვის ეს გასარკვევი დიფერენციაცია იყოს, თუ რითი განსხვავდება და უპირატესობა რა არის მემბრანული პლაზმოფერეზისა. ფრაქციული პლაზმოფერეზი კეთდება ეტაპობრივად, 4-5 ჯერ ეტაპა და შემდგომ და აქ ჩვენ გვაქვს ფუფუნება იმის, რომ ლეიკოციტალური ფენა მოხსნათ საჭიროების და მიხედვით, გამომდინარე რა ნოზოლოგიასთან გვაქვს საქმე, პარალელურად რა თქმა უნდა თუ საჭიროა მემბრანულთან და მემბრანულს აქვს ძალიან დიდი უპირატესობა იმის რომ რაოდენობაში იხსნება დიდი რაოდენობით ცილა და შესაბამისად დიდი რაოდენობით ანტისხეულები, ტოქსინები გვეხსნება ორგანიზმიდან. გასაგებია. გაუტონი ირინა, აი ონკოლოგიის გარდა სხვა პათოლოგიების დროს თუ იხმარება, ან როდის იხმარება? მოგახსენებთ, ონკოლოგიების გარდა ძალიან ბევრი ჩვენება აქვს და ძალიან ბევრი პათოლოგიების დროს გამოიყენება. დღეს უკვე მოსახლეობისთვის ეს ძალიან აქტუალურია. 5 და 10 წლის უკან თვითონ კოლეგებისთვის იყო ეს უცხო და მეთანხმე და ბევრი კოლეგა გვირეკავდა და გვეკითხებოდა, აი როგორ ორსულებში შეიძლება ამის გაკეთება, უკუჩვენება არ არის, როგორ შეიძლება გავრისკოთ სიტყვაზე 10 კვირის და 12 კვირის ორსულს ეს გაუკეთოთ. მაგრამ მერწმუნეთ, როდესაც უჯრედში და ვირუსული ინფექცია, ისეთი როგორიც არის ქლამიდია ვირუსი, ჰერპეს ვირუსი, ციტომეგალო და ასე შემდეგ, რომელიც დღეს ძალიან გავრცელებულია ჩვენს მოსახლეობაში, პირველი ჩვენება ორსულებში დროულად დავიწყოთ ამის გაკეთება, იმისათვის რომ პლაცენტარულ ბარიერში არ შევიდეს ეს ვირუსი და ანუ პირიქით პირველი ტრიმესტრი უკუჩვენება კი არ არის, პირიქით ჩვენება არის ამის. მოგეხსენება ჩვენ ამის არაერთი გამოცდილება გვაქვს. ყველაზე ფრთხილი პერიოდი სწორედ ეს პირველი ტრიმესტრია და აქედან გამომდინარე. იმისათვის რომ ბარიერში არ შევიდეს ეს პლაცენტის ჩამოყალიბებამდე, როდესაც იმუნური სტატუსი არ არის მდგრადი ორგანიზმის და მკვდრად შობადობა არ მივიღოთ. თქვენ ახსენეთ რომ არსებობს პორტატული აპარატი. შესაბამისად თავისთავად ცხადია იგივე ვთქვათ პაციენტის, ну გინდათ ორსულებში ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აი არ უნდა სტაციონარი. ამის სახლში განხორციელება თუ არის შესაძლებელი ბინაზე. ბინაზე ჩვენ ეს არ ქონია, არ გაგვიხორციელებია, მაგრამ როდესაც გვაქვს გამოძახება სხვადასხვა სტაციონარებში, ჩვენ ვემსახურებით ამას და უფრო ხშირად გვაქვს გამოცდილება და მოთხოვნა რეანიმაციულ პაციენტებში. და ორი სიტყვით გეტყვით რა კონტინგენტში ძირითადად ეს არის რეანიმაციული პაციენტები, ძირითადად ქირურგიული მასშტაბური ოპერაციების შემდგომ, როდესაც უკვე საქმე გვაქვს დასაწყისი პერიტონიტის ნოზოლოგიებთან. მოგეხსენებათ პერიტონიტი, ხა ამის გაშიფრვას არ დავიწყებთ, მაგრამ ეს ისეთი პათოლოგია, როდესაც თუ დროულად არ მივიღეთ ზომები და სკრუპულოზურად ყველაფერს ნაბიჯ არ მივყევით, ძალიან რთულ შედეგებამდე მივდივართ. უკუცევად პროცესებამდე. რა თქმა უნდა. აქ უკვე პოლიორგანული შემდგომ ძალიან ბევრი ჯაჭვი ერთობა და პლაზმოფერეზი ეს არის ერთ-ერთი კომპლექსურ მკურნალობაში აუცილებელი მეთოდი იმისთვის, რომ ორგანიზმიდან გამოიდევნოს ტოქსინები, ენდოტოქსიური ფონი მოიხსნას და შემდგომი ძირითადი მკურნალობა, ეს იქნება ანტიბიოტიკოთერაპიიდან დაწყებული. ყველა რომელიც საჭიროა ორგანიზმისთვის, რომ ათვისება ორგანიზმის და იმუნური სტატუსი კონდეს უფრო მეტი 5-ჯერ და 10-ჯერ, ვიდრე მას რესურსი ორგანიზმს გააჩნია. ამიტომ ძირითადად პოსტოპერაციულ პაციენტებში, როდესაც არის მწვავე მოწამვლები, აი არის პაციენტი შემოვიდა ქუჩიდან, ინტოქსიკაცია, უცხო ეთიოლოგიის ინტოქსიკაცია, არ ვიცით რითია მოწამვლა, მაგრამ არის ძლიერი ენდოტოქსიური ფონი. ამისთვის მეტი უკეთესი ალტერნატივა და ეფექტი იმისთვის, რომ ტოქსინები მოხსნა. უბრალოდ მეტი ალტერნატივა. ყოველგვარი დიაგნოსტიკის გარეშე პირდაპირ შეგიძლიათ ჩართოთ ეს მეთოდი. პირდაპირ ჩართო და შედეგი გვაქვს მემბრანულის შემთხვევაში, შედეგი გვაქვს არაჩვეულებრივი. ნარკოლოგიაში ირინა? ნარკოლოგიაშიც პირველი ჩვენება და რატომ? როდესაც არის ნარკოლოგიური ინტოქსიკაცია, ჭარბი ფონი გამოყენების და აქ ჩვენ არ გვაქვს იმის დრო და ფუფუნება, რომ დავიწყოთ გარკვევა და გადასხმები, ინფუზური თერაპია დავიწყოთ, რომელიც საათობრივად გრძელდება 3-4 საათი და აქ მარტო განზავდება ტოქსინი და რა დროს მოიცავს ხო აი ესეც თქვით თვითონ პროცედურა? სადღაც საათნახევარი ხო? მაქსიმუმი 2 საათი.
მაქსიმუმი 2 საათი, გამომდინარე იქიდან რა რაოდენობის ტოქსინს ისა ცილას მოხსნით. როდესაც ჩვენ გვინდა უფრო მეტი ეფექტი და გვაძლევს ორგანიზმის გემოდინამიკა, წნევის მაჩვენებლები, ამის საშუალებას და ამის ლაბორატორიული მაჩვენებლები, ბიოქიმიური მაჩვენებლები, რომელსაც ჩვენ წინასწარ შევაფასებთ და ექიმი ამას, რა თქმა უნდა, გადაწყვიტავს რა დოზით ჭირდება. მაქსიმუმი ჩვენ ხსნით მემბრანულის დროს ლიტრა 200 ცილას. ეს ძალიან დიდი ის არის, მაგრამ მოგვიხსნია ლიტრა 500-იც. როდესაც არის იგივე ნეიროინფექციები, რომლის დროსაც ეფექტი უფრო მეტია, რომ მეტი ცილა მოიხსნას, მაგალითად მოსახლეობისთვის ძალიან ცნობილი და ძალიან ისეთი ახალგაზრდა ასაკი უყვარს ამ დაავადებას, გაფანტული სკლეროზი. კი, ხო. და პროგნოზით ძალიან არასასწორია. პოლირადიკულო ნეიროპათია არის ასეთი, ესეც ახალგაზრდა ასაკი უყვარს ამ დაავადებას. აქ აუცილებელია დროულად ჩავერთოთ ჩვენ კომპლექსურ თერაპიაში და მეტი ცილა მოიხსნას იმისათვის, რომ ანტისხეულები გამოვრეცხო და შედეგი უფრო უკეთესი იქნება. აი პროცედურის შემდეგ თავს როგორ გრძნობენ პაციენტები? მოგახსენებთ, პროცედურის შემდეგ შეიძლება პირველი დღე ოდნავ სისუსტე იგრძნოს პაციენტმა. მაგრამ ძალიან იშვიათად, ეხლა მე რასაც ვაკვირდები ხოლმე ჩვენ პაციენტებს, აი ეხლა მაგალითად ქონდა შემთხვევა ადამიანს გავუკეთეთ 5-6 პროცედურა გავუკეთეთ, ის აბსოლუტურად მშვენივრად, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, უბრალოდ ერთადერთი ცოტა ცილის რაოდენობამ დაიკლო, მე ალბომინი გადაასხა ექიმად და შესაბამისად ის არაჩვეულებრივად პირიქით დაფრინავდა, ისეთ კარგად რომ არაჩვეულებრივად რაიონში მიდიან ხალხი. კი, საერთოდ არანაირი. ანუ რაღაცა პროცესების დაცვა არ არის საჭირო. არა, უბრალოდ აი საკვები ჭირდება, რამდენადაც მე ვიცი, ცილით მდიდარი საკვები. დიახ, ეს. და აი ხა თქვენ ახსენეთ, რომ 5-6 პროცედურა ჩაუტარეთო. რა არის მაქსიმუმი და მინიმუმი? აი ზღვარი არსებობს. ახლა რა თქმა უნდა სიტუაციურად, მაგრამ პაციენტს უტარებდით, მას ფსორიაზი ქონდა და ამისთვის დაუნიშნა ექიმმა და ფსორიაზის გამო ჩაუტარდა მას ეს 6 პროცედურა. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს პროცედურა. იქით რა შუალედები ალბათ სასურველია, რომ 3-4 დღე გაკეთდეს, იმისათვის რომ ორგანიზმმა აღდგენა მოასწროს ეს ერთი და ფსორიაზი ჩვენ როდის ესე კითხვა იყო ალბათ იულისხმეთის რომ როდის არის მორჩეთ, როდის არის საკმაოდ მწვავე პროცესი, რომ შეხებდავს ექიმი რომ მოიხსნა მწვავე პროცესი და ალაგდა მწვავე პროცესი, იქ უკვე საკმარისია. შემდგომ ძირითადი მკურნალობა გააგრძელებს მისი მკურნალი ექიმი. ანუ ალაგება ჩვენ ვეხმარებით კურნალობის ალაგებას წვავე პროცესის მოხსნაში. აი ეს არის, ანუ მინდა ხაზი გაუსვა, რომ მონოთერაპია ეს არ არის. ეს არის ძირითადი მკურნალობა, ძირითად კომპლექსური მკურნალობა. მონოთერაპიას მარტო შედეგი მაქსიმალური მივიღოთ, ეს არ იყოს წყალში გადაყრილი, ხო ეს? ჩვენ ძირითად მკურნალობაში ვეხმარებით ექიმს იმისათვის, რომ მალე ალაგდეს დაავადება. თორე ფსორიაზი იგივე ეს დაავადება მოგეხსენება, შეიძლება თვეები გაგრძელდეს და ის შედეგი ვერ მიაღწიოთ ძალიან დიდი დატვირთვა წამლების ფონზე. მაგრამ როდესაც ჩვენ მწვავე პროცესს მოხსნით ერთ კვირაში, იგივე მედიკამენტოზური ჩართვა გაცილებით უფრო შედეგიანია, გასაგებად. ჩართვა იქნება ბევრად უფრო ეფექტური. ნებისმიერ დაავადებაში, იგივე როგორც მოგახსენეთ, ჰერპეს ინფექციების დროს, პაპილომა ინფექციების, სტაფილოკოკური ინფექციები, რომელიც ძალიან გავრცელებულია დღეს და ჩვენთან არაერთი პაციენტი მოსულა, იგივე ძირმაგარებს რო ვეძახით, ფურუნკულოზებს რო ვეძახით. კი, ნეომედში რამდენჯერ აუტოჰემოთერაპიას მიმართავდა ხოლმე მაგ დროს და თქვენთან უფრო ისეთი მაღალ კვალიფიციური მეთოდია. იცი რა არის, ალბათ პაციენტებს შეკითხვაც გაუჩნდება, ეს ლოგიკურია, ხო გოგოებო, რა ღირს ეს სერვისი? მოგახსენებთ, კლინიკა ნეომედში თქვათ მემბრანული ჩვენთან რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია 200 ლარი ღირს და 200 ლარის რა თანხა ღირს და ფრაქციული ღირს 60 ლარი. ამ მემბრანულში შედის აბსოლუტურად ყველაფერი. პაციენტს არაფრის ყიდვა არ ჭირდება, აბსოლუტურად მოდის და 2 საათში პაციენტი თავისუფალია. ამაში შედის ის ანალიზი, ბიოქიმია, რომელიც აუცილებელია ექიმის შეფასებით. ხა მე მებადება კითხვა, ჩვენ ბევრი მსმენელი ყავს და შესაბამისად მაშინ იგივე ფურუნკულოზით ახლა ხო დაებადოს კითხვა, რომ ვიმე რა კაი მეთოდი აღმოვაჩინე თუ კი ეს მიშველის. დერმატოლოგის დანიშნულებით უნდა მოვიდეს თუ თვითონ თქვენთანვე მოვიდეს ამ პრობლემატიკი და თქვენ გადაწყვიტავთ ესაჭიროება თუ არა ადამიანს პლაზმოფერესი თუ სხვისი დანიშნულება უნდა იყოს. მადლობ საკმაოდ ისეთი დროული კითხვა, ანუ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯერ ერთი პაციენტი უკეთესია მოვიდეს მისი ექიმის დანიშნულებით. რა თქმა უნდა, ეს იქნება დერმატოლოგი, კარდიოლოგი თუ ასე შემდეგ. თუ მას არ ყავს ექიმი და ან თვითნებურად მოვიდა პაციენტი, ჩვენ თვითონ ვეკონტაქტებით ექიმს, კონსულტაციას ჩვენ თვითონ ერთობლივად
ერთობლივად, რა თქმა უნდა, დავეკონტაქტებით, ჩავატარებთ იმ ანალიზებს, რაც ჩვენ გვჭირდება და შემდგომ მას თუ ყავს მისი ექიმი, ეს იქნება კანის ექიმი თუ კარდიოლოგი თუ ვენეროლოგი, ერთმანეთს ჩვენ უთანხმდებით ნათია, კიდევ ერთხელ ტელეფონი მაშინ და მისამართი. ანუ კლინიკა ნეომედი ონკოლოგიურ ჰემატოლოგიური კლინიკა ნეომედი განთავსებულია დიღომი 7A. ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებია 2 59 69 25 24 საათიან რეჟიმში არის ეს ტელეფონები, შეუძლიათ დარეკონ ნებისმიერ დროს. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 6 საათამდე ამბულატორიული მიღება, ხოლო 24 საათიანი მიღება არის სტაციონარის შემთხვევაში. მე უბრალოდ დავამატებ კიდევ ერთხელ, რომ ონკოთაიმი ყოველ ხუთშაბათს გელოდება თქვენ საღამოს 6-ზე საინფორმაციო გამოშვების შემდგომ და უკვე მსმენელებს უშუალოდ სპეციალისტებთან ნათი ან დაავანონსოთ მოდი და ხო 242 100 და 3 დავამატებ ტელეფონის ნომერს რომ აი ვისთან შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხუთშაბათს ვისთან ეკნება შეხვედრა თუ არის ცნობილი იცით რა არის სავარაუდოდ ჩვენი პროფილიდან გამომდინარე ალბათ ისევ ჰემატოლოგიაზე ვისაუბრებთ ჰემატოლოგიაზე და ქალბატონ ირინას თუ ექნება სურვილი და შესაძლებლობა რომ ანუ უკვე ქალბატონ ირინა ჰემატოლოგიასთან მიმართებაში პლაზმაფერზე რამდენიმე კეთილჩევას საინტერესო რჩევასაც მოგცემს. ანუ შემდეგი ონკოთაიმის თემა იქნება ჰემატოლოგია პლუს პლაზმაფერეზი. იმიტომ მე დარწმუნებული ვარ, ეს იმდენად ისეთი კარგი თემაა პლაზმაფერეზი, იმდენად მე რო ვუყურებ ხა ჩვენ პაციენტებს, იმხელა დაინტერესებაა და მართლა ძალიან კარგად გზნობენ ეს ადამიანები კომპლექსურ თერაპიაში თავს, რომ ალბათ კარგი იქნება, რომ თუ ეცოდინებათ ფართო მასებს კლინიკა ნეომედში, აი ამ მემბრანული პლაზმაფერეზის შესახებ, რომელიც მართლა ძალიან თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი მინიმუმამდე იხარჯები იმისთვის, რომ აი არ გჭირდება და მედიკამენტი გჭირდება იმის ნახევარი, რაც აუცილებელია. და აი ქალბატონია, დაახლოებით რამდენი წელია ხა საქართველოში ეს აქტუალურია მიღებულია? მოგახსენებთ, საქართველოში ჩვენ პირადად მე 2000 წელს დავიწყე მოღვაწეობა ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. პირველად ჩვენ ონკოლოგიურ პრაქტიკაში ჩვენ ვიყავით, ანუ ასე ვთქვათ, ამ საქმის პიონერები და ჩვენამდე დაახლოებით მე რამდენადაც შემდგომ ლიტერატურაში გავერკვიე, სადღაც 80-იან წლებში საქართველოში აიდგა ფეხი ამ მეთოდმა. პირველი ასე ვთქვათ ძალიან შედეგები ამისი და მოთხოვნაც იყო ამისი, ეს იყო ნეიროინფექციები, რომელმაც ძალიან მოთხოვნადი იყო და ამისთვის 80-იან წლებში პირველად დაიწყო ეს ყველაფერი ნეიროინფექციებში, იგივე ენცეფალოპათიების სხვადასხვა წარმოშობის, იგივე გაფანტული სკლეროზები, ლატენტურად მიმდინარე ნეიროინფექციები. ამისთვის ჩვენი საქართველოს მოსახლეობა მიფრინავდა საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში 80-იან წლებში და უკვე 85-86 წლებში საქართველოში აიდგა ამან ფეხი. თუმცა რუსეთში მართლა უფრო მეტად არის გოგოება მინდა ჩვენ მეორე ექიმი ქალბატონი აზა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და ეხლა ამ ეტაპზე ჩვენი ექიმია. მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი აზა სულ ამბობს, რომ იმდენად დიდია მოთხოვნა რუსეთში ამისი, რომ მას უკვის კიდევაც, რომ აი რატო არ არის ხო ესეთი მოთხოვნა პლაზმაფერეს. ეს ალბათ მოსახლეობისთვის უფრო კიდევ მეტი ინფორმაცია, კოლეგებისთვისაც უფრო მეტი ინფორმაცია. მე არაერთი შემთხვევა მქონია ორი სიტყვით მინდა გითხრათ. კოლეგებთან, როდესაც აი გუშინ წინ მყავდა პაციენტი, ჰერპეს ვირუსი, როდესაც თვალის პათოლოგით მიმდინარე. ანუ ის იყო, რა ქვია, თვალის იმდენად ფორმა იყო ისეთი, რომ პაციენტს ფაქტიურად მხედველობა უკვე იყო დაქვეითებული იმ მიუხედავად 5 თვის ნამკურნალები ვირუსის გამო. ანუ მოგეხსენებათ ეს ვირუსი არის როგორც მარტივი ვირუსი, ანუ კონიუნქტივიტით მიმდინარე და სხვადასხვა ლორწოვანის პრობლემებზე. ანუ კონიუნქტივიტი იმდენად იყო და კერატიტი გავრცელებული და ვირუსი იყო, როდესაც ჩვენ ჩავაბარეთ იმუნოფერმენტული მეთოდი 1500-მდე იყო ტიტრი მომატებული ჰერპესის სისხლში. ფაქტიურად უშედეგო იყო 4 თვის კურნალობა. ჩვენ 3 პროცედურის გაკეთების შემდეგ ტიტრი დავწიეთ 45-მდე და მეოთხე პროცედურაზე პაციენტს მხედველობა დაუბრუნდა. და პლაზმაფერეზი გავაკეთეთ ამ შემთხვევაში. მემბრანული იყო გაკეთებული. ბოლო კითხვა ჩვენი შეხვედრის ფარგლებში, ასე ვთქვათ, ასაკობრივი ზღვარი, ანუ ბავშვებში რამდენად არის ეს მიღებული, რა არის მინიმალური ასაკი, შესაბამისად ჩვენება ბავშვებში ხარ ონკოლოგიამ ასაკი არ იცის, ვიცით ხო?
არა, ჩვენი კლინიკა, ანუ კლინიკა ნეომედი ირინა უკაცრავად არ დამიფიქსირებია ეს ალბათ ჩემი პრობლემა კიდე კაი შემახსენეთ რომ ჩვენ ვემსახურებ ბავშვებს არ ვემსახურებ ჩვენ 16 წლისზე კლინიკა ნეომედი მოზარდებს ანუ 16 წლის შემდეგ გვაქვს ლიცენზია ეს კი ბატონო მაგრამ მაინც პლაზმოფერეზი არა აუცილებლად პლაზმოფერეზი არა უბრალოდ ეს მე უნდა მეთქვა როგორც კლინიკასთან მიმართებაში პლაზმოფერეზი ჩვენ პირადად ვაკეთებთ 14 წლის ზემოთ 14 წლამდე რომ გითხრათ რომ აი აღარ კეთდება საქართველოში ძალიან აქტუალურად ვერ გეტყვით იგივე ონკოჰემატოლოგიაში იაშულის ბავშვთა სამონტყოფოში როდესაც ამდენად გავრცელებული გენერალიზირებული ფორმებია როდესაც აი ამ ლეიკემიის ფორმები რომ გითხრათ აქტუალურად იხმარება არა ამას ვერ მოგატყუებთ იმიტომ რომ ბავშვებს მოგეხსენებათ იქ არის ისეთი ბარიერები და ისეთი კრიტერიუმები იგივე თირკმლის ფუნქციები იგივე ჰემოდინამიკური მაჩვენებლები რომელიც ძალიან ვარირებს ძალიან და არ იძლევა იმის საშუალებას რომ ჩვენ სისხლი ავიღოთ მასიურად და მასიურად ცილა მოხსნათ ამიტომ ჩვენ აქტუალურად ვერთობით 15 წლის ზემოთ ასაკი არის ჩვენი 15 წლის ზემოთ სადღაც 70 წლამდე სედაზღვარით შეზღუდულია ესე იგი ხო იმიტომ რომ რატომ მოგახსენებთ იმიტომ ხომ მსმენელებისთვის ეს იქნება ალბათ ისედაც ლოგიკურად მოხვედრილი რომ ცილის აღდგენა უკვე ასაკია უკვე უჭირს აღდგენა უჭირს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და ჩვენ მსმენელებს უნდა უთხრათ რომ თუ კი აქვთ სურვილი ხუჩაბაც როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ ხუჩაბაც უკვე გვექნება საშუალება 6 საათის საინფორმაციო გამოშვების შემდეგ თქვენს გადაცემაში მონაწილეობა მიიღონ უკვე თვითონ ჩაერთონ თვითონ დარეკონ ტელეფონის ნომერი შევახსენებ 242 1003 ანუ 103 და შესაბამისად მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოდ და აქტუალურად ასე ვთქვათ მიმოვიხილეთ მეტნაკლებად რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს და აი ხუჩაბაც ამოუწურავია მაგრამ და ასე რომ აი ხუჩაბაც ნამდვილად აღჩენს მსმენელებს ამის საშუალება მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ რომ ონკოჰემატოლოგიური კლინიკის ნეომედის ექიმი ტრანსფუზიოლოგი ჰემატოლოგი ირინა მაჭარაშვილი გსტუმრობდა და ამავე კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ტრაპაიძე დიდი მადლობა მადლობს მაშინ ძვირფასო რადიო მსმენელებო ამასობაში ნელ-ნელა მიიწურა ჩვენთვის განკუთვნილი საეთერო დროც და მინდა გითხრათ რომ ყველას მინდა გისურვოთ მხოლოდ წარმატებული ბედნიერი ლამაზი დღე საინტერესო ჩინაარსიანად უნდა გაატარონ დღევანდელი დღე და არა მარტო დღევანდელი დღე არამედ ზოგადად მით უმეტეს ჩვენ აღნიშნეთ რომ აგერ გაზაფხული ნელ-ნელა გვიახლოვდება დათბა და განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მით უმეტეს დილიდან როდესაც ესე კარგად დაუმახიანა დაიწყე მე ვიტყოდი რომ მიუხედავად ყველაფრისა განსაკუთრებით ალბათ ჩვენი ეთერიდან არასოდეს არ იქნება ფრაზა გისურვებ ჯანმრთელობას ბანალური ის არდანაირი ეთერიდან არ იქნება ბანალური მაგრამ მე ვფიქრობ ჩვენგან ასე რომ ალბათ ყოველთვის ჩვენი ასე თქვა დამშვიდობების დევიზი ნამდვილად უნდა იყოს გისურვებ ჯანმრთელობას ნახვამდის ჩვენ ხვალ დილით 9:30 ისევ შევხვდებით ერთმანეთს ბედნიერად დილის გადაცემა ვიტამინის სტუმრის ბლოკს წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.